მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია, როგორ მოვიპოვე სამუშაო ესკიზი ამ კონკრეტული ნაქარგობის. მინდა გითხრათ, რომ ინტერნეტ სივრცეში არ არის ძველი ქართული ნაქარგობების სამუშაო სქემები. ხოლო ფოტოდან სქემის მიღებას ისე რომ კანონიკა არ დაირღვეს, ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება ჭირდება, რომელიც მე მაშინ არ გამოჩნდა. მოძღვარმა, რომლის კურთხევითაც უნდა დამეწყო ამ გარდამოხსნაზე მუშაობა, მიჩვენა ფოტო ვერსია იმისა, თუ რისი მიღება სურდა საბოლოოდ. აღმოჩნდა, რომ ის გარდამოხსნა იყო მოძღვრის მოქარგული, რომელმაც ის თავისი მერვე შვილის გაჩენის სამადლობელად შესწირა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და სამების ეკლესიას. არ გამჭირვებია მისი მობილურის გაგება და ასე ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანს დავურეკე. ძალიან თბილად გამესაუბრა, აღმოჩნდა, რომ ცხოვრობდა ოზურგეთში, მამა ბაზილი კვირჩილაძე, შეიძლება ბევრი ჩემი გამომწერი იცნობდეს. სრულიად მარტო გავემართა მათთან, მამაო დამხვდა და ვაგზლიდან თავის სახლში წამიყვანა საოცარი ოჯახი დამხვდა, ეს იყო ძალიან ბევრი ბავშვით ოჯახი, მამაოს მეუღლე ცხელოვანი ქალბატონი აღმოჩნდა, რომელიც სასულიერო ამოსკერავდა, მანქანაზე ნაქარგობას ასრულებდა და ძირითადად ესკიზები მისი შესრულებული იყო, მას გადმოჰქონდა ფრესკებიდან, ძველი ნაქარგობების ფოტოებიდან ახალ ვერსიებს აკეთებდა ესკიზების. 3 დღე მიმასპინძლეს, რაც შეეძლოთ ამ 3 დღის მანძილზე ეს ცოდნა და გამოცდილება გამიზიარეს, ეს იყო საოცარი 3 დღე ჩემს ცხოვრებაში და ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე მადლობელი ვიქნები მათი. და 5 წლის თავზე დავასრულე ეს გარდამოხსნა მამაოს რჩევების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. და მან მისი შექებაც და მოწონებაც დავიმსახურე, რაც ჩემთვის ალბათ ყველაზე მთავარი იყო. ამჟამად ჩემს მიერ მოქარგული გარდამოხსნა არის რუხის ტაძარში დაბრძანებული. ეს არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პატარა ეკლესია, რომელსაც ძალიან ლამაზი ხის ხეივანი აქვს. აუცილებლად გირჩევთ